მოგესალმებით, თქვენთან არის გილდარცი და დღეს ვიდეოში გეტყვით 2024 წლის ტოპ 5 საუკეთესო ანიმე ბრძოლას, რომლებიც არა მხოლოდ განსაცვიფრებელი ანიმაციით, არამედ ემოციური და სიუჟეტური დატვირთვითაც გამოირჩევიან. მაშასე დავიწყოთ. მეხუთე კონოსუბა სეზონი 3 კაზუმას გუნდის შეტაკება არჩდემონთან. კონოსუბა ყოველთვის ცნობილია თავისი კომედიური ელემენტებით, მაგრამ მესამე სეზონის ბრძოლა არჩდემონთან სულ სხვა დონეზე აყენებს შოუს. ამ ბრძოლაში მაყურებელი ხედავს კაზუმას და მისი გუნდის უნარების განვითარებას. სასაცილო სცენები და სტრატეგიული ქმედებები ამ ბრძოლას განსაკუთრებულს ხდის, რაც არა მხოლოდ სახალისოა, არამედ გმირების განვითარების ამსახველიც. მეოთხე My Hero Academia სეზონი 7 დეკუს და შიგარაკის გადამწყვეტი შეტაკება. მეშვიდე სეზონი დრამატული პიკით გვიბრუნდება, სადაც დეკუ და შიგარაკი საბოლოოდ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს ბრძოლა გამოირჩევა თავისი ტაქტიკური სირთულეებით და ემოციური დატვირთვით. მაყურებელი იგრძნობს დეკუს ზრდას და შიგარაკის შინაგან კონფლიქტს, რაც ამ ბრძოლას უნიკალურ დინამიკას ანიჭებს. სტუდიო ბოუნსის ხარისხიანი ანიმაცია და სიუჟეტის განვითარების უნარი ამ ბრძოლას დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს. მესამე Demon Slayer სეზონი 4 ტანჯიროს და სვეტების ბრძოლა მუზანის წინააღმდეგ. მეოთხე სეზონი წარმოგვიდგენს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ბრძოლას, სადაც ტანჯირო და მისი თანამებრძოლები უპირისპირდებიან მუზანს, ისტორიაში ყველაზე ძლიერ დემონს. ეს ბრძოლა გამორჩეულია თავისი ვიზუალურად შთამბეჭდავი ანიმაციით, საოცარი ქორეოგრაფიით და ემოციური პიკით, რაც მაყურებელს ეკრანებთან მიაჯაჭვებს. სტუდიო უფოტაბის მიერ შექმნილი დეტალები და ფერები ბრძოლას ცოცხალ სურათად აქცევს, რაც ნამდვილად შეუდარებელია. მეორე ბლიჩი სეზონი 3 იჩიგოს და იუჰაბახის საბოლოო დუელი. ბლიჩის მესამე სეზონი წარმოადგენს ევოლუციის პიკს, სადაც იჩიგო უპირისპირდება იუჰაბახას. ეს ბრძოლა აღსანიშნავია თავისი მასშტაბით და დეტალური ქორეოგრაფიით. იჩიგოს სულიერი ზრდა და მისი ახალი ძალების გამოვლენა ამ ბრძოლას ეპიკურობით სავსეს ხდის. მაყურებელი არა მხოლოდ ბრძოლას, არამედ სიუჟეტის ღრმა განვითარებასაც ხედავს, რაც ბრძოლას ერთ-ერთ საუკეთესო სცენად აქცევს. და ბოლოს პირველი ფრირენ ნაწილი 2 ფრირენის კლონის წინააღმდეგ ბრძოლა. ფრირენის მეორე ნაწილი, სადაც მაგის გამოცდის ფინალური სცენა ნამდვილი ვიზუალური და ემოციური ხელოვნების ნიმუშია. ეს ბრძოლა არა მხოლოდ ფრირენის უნარების გამოვლინებას, არამედ მისი შიდა ემოციური კონფლიქტის ჩვენებას წარმოადგენს. სტუდიო მეთაუსის მიერ შესრულებული დეტალური ანიმაცია და გარემოს დიზაინი ამ ბრძოლას სიუჟეტის ფუნდამენტალურ ნაწილად აქცევს. და ბოლოს ბონუსად გეტყვით კიდევ ერთ ძალიან მაგარ ბრძოლას. Solo Leveling ჯინუს და ბოლო ბოს მონსტრის ბრძოლა. Solo Leveling-ის ანიმეში ჯინუს და იგრისის ბრძოლა არის 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ძლიერი ბრძოლა. ეს სცენა გამოირჩევა საოცარი ვიზუალურად და ემოციურად დატვირთული მომენტებით, რაც მაყურებელს დიდი ემოციებით დატვირთულ გამოცდილებას სთავაზობს. სულ ეს იყო მეგობრებო, თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი აუცილებლად, რათა არ გამოტოვოთ მეტი მსგავსი ტიპის ვიდეო. არ დაგავიწყდეთ Discord სერვერზე შემოსვლა, ლინკი აღწერაშია. ამ ვიდეოს მეორე ნაწილიც იქნება, რადგან უბრალოდ იმდენად კარგი ბრძოლები იყო ანიმე ინდუსტრიაში 2024 წელს, რომ უბრალოდ ვერ ჩავტევდი ამ ვიდეოში. ასე რომ დაელოდეთ მეორე ნაწილსაც. შევხვდებით მომდევნო ვიდეოში, დროებით.